მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ მაქსიმალურად მოკლე საჯარო გაშლა თემით. გამოვათ ვარა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. ჩაიფიქრეთ კონკრეტული საქმე, კონკრეტული სიტუაცია, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, კონცენტრირდით მაქსიმალურად მასზე და ვნახოთ აბა გამოვათ ვარა თქვენი ჩაფიქრებული საქმე. გამოვათ ვარა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე, გამოვათ ვარა მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოწერეთ პირადში ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ პოსტი და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ვეცდები თითო არკანით ვიმსჯელო. პირველი ვარიანტი გამოვათ ვარა ჩაფიქრებული საქმე. ყველაფერი არის მაქსიმალურად თქვენს ხელში და ყველაფერი არის მაქსიმალურად სამართლიანად. აქ მე ვერ გეტყვით ზუსტ პასუხს გამოვათ ვარა, რატომ? იმიტომ რომ თქვენზე არის დამოკიდებული და რა გქონდეთ. გავიმეორებ, რომ აქ სამყარო ისეული ძალები აკვირდებიან თქვენს ენერგიებს, თქვენს შრომას, თქვენს რესურსებს, თქვენ ზოგადად და აუცილებლად დაგაჯილდოვებენ შესაბამისად. თუ თქვენ ჩადებთ ამ საქმეში რესურსებს, ენერგიებს, დააფასებთ საკუთარ შრომას, დროს, პოტენციალს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოგივათ. აი, აუცილებლად. მაგრამ თუ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოვა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ და იყოთ მაქსიმალურად სამართლიანი, განსაკუთრებით ამ საქმიანობის მიმართ და თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, აუცილებლად გამოვა. აუცილებლად, აი 100%-ით. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, გამოვათ ვარა ჩაფიქრებული საქმე, კვერთხების 4-იანი. აქ ხედავ რაღაც გარკვეულ გაჭედილობას, პოტენციალი ნამდვილად აქვს თქვენს ჩაფიქრებულ საქმეს, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე არის თითქოს გაჭედილი. შესაძლოა ახლა ვერ აქცევდეთ ყურადღებას ამ საქმეს, ხო, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. კარგით, მოდით მეორე ვარიანტს დავუმატოთ არკანი და ვნახოთ, გამოვათ ვარა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული საქმე. თუ გამოძრავებენ ისინი მას, გამოვათ ვარა ხმლების 8-იანი და ხმლების რაინდი. მეგობრებო, საქმეს პოტენციალი აშკარად აქვს, მაგრამ თითქოს იცით რატომ არ გამოდის? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ თვითონ უშლით საკუთარ თავს ხელს. გააზრებულად თუ გაუაზრებლად, თქვენ თვითონვე უშლით ხელს საკუთარ თავს იმაში, რომ ეს საქმე გამოვიდეს. და სხვათა შორის ეს შეიძლება ხდებოდეს სხვა ადამიანის მეშვეობით. მაგალითად, ხელს უშლიდეთ, იცით როგორ თითქოს და მაგალითად აძლევდეთ სხვა ადამიანს იმის უფლებას, რომ თქვენ აგიკრძალოთ რაღაც ამ საქმესთან დაკავშირებით, ხო? თუმცა ვინც არ უნდა იყოს, შვილი, ქმარი, მეგობარი, ცოლი არ აქვს მნიშვნელობა, არავის არ აქვს იმის უფლება, რომ თქვენ აგიკრძალოთ რაღაც კონკრეტულის გაკეთება. ხო? მაგრამ აი შეიძლება არავინ არ გიკრძალავთ ასე და სხვა ადამიანის მეშვეობით არ ხდება ასეთი აკრძალვები, მაგრამ აი რაღაც თვით ჩარჩოები და თვით ბლოკები მოდის მეორე ვარიანტი, რომელთა გამოც თქვენ თავადვე არ აძლევთ იმის უფლებას, რომ ეს საქმე გამოვიდეს. არა და საქმეს პოტენციალი აშკარად აქვს, მაგრამ თქვენ თავად უშლით საკუთარ თავს ხელს. კარგით, როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა მაშინ ერთი არკანით მითხარი. წარე სიმართლეს უნდა შეხედოთ თვალებში პირდაპირ. არ აქვს მნიშვნელობა სიამოვნებთ თუ არა, მეგობრებო. სიმართლე ყოველთვის სასიამოვნო, ან ყოველთვის არასასიამოვნო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც კონკრეტულ რეალობას, რასაც არ გინდათ რომ ჩახედოთ თვალებში, რაც არ გინდათ რომ აღიაროთ საკუთარ თავთან, ზუსტად ამას უნდა ჩახედოთ პირდაპირ თვალებში. მხოლოდ ასე მოგვარდება და თვით დისციპლინით. სულ ეს არის მეგობრებო, ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.